მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 26. ჩამოთვლითაგან რომლები არის მართებულიო, ასეთი კითხვა გვაქვს. პირველი ეს არის დენიანი მავთულის მაგნიტური ველის ძალწირები, მისგან გამომავალი წირებიაო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც მუხტი დამოუკიდებლად არსებობს, რომლისგანაც ელექტრული ველის ძალწირები გამოდიან, ან შედიან მაგნიტური ველის შემთხვევაში, რადგანაც მაგნიტური მონოპოლი არ არსებობს, მაგნიტური მუხტი არ არსებობს, შესაბამისად, დენიანი გამტარის მავთულის შექმნილი მაგნიტური ველი ამ დენიანი გამტარის გარშემო ქმნის ესე კონცენტრულ წრეწირებს და მიმართულება სწორედ ამ სახით განისაზღვრება, ანუ იმის თქმა შეიძლება აქედა, რომ მაგნიტური ველის ძალწირები ჩაკეტილი წირებია და არა გამომავალი. შესაბამისად, პირველი შეუძლებელია რომ სწორი პასუხი იყოს. ახლა გადავიდეთ მეორეზე. მაგნიტური ველის მოქმედებით დამუხტული ნაწილაკის კინეტიკური ენერგია შესაძლებელია გაიზარდოსო. აი, მოდით ამაზე დავფიქრდეთ, შეიძლება თუ არა. მოდით ჩავწეროთ ახლა მუხტზე მოქმედი ლორენცის ძალა, რომელიც ტოლი არის QVB სინუს ალფასი. რომელიც ეს ძალა ყოველთვის სიჩქარის პერპენდიკულარულია, სიჩქარის მართობ სიბრტყეში არის. ანუ ძალა, სიჩქარე და B სხვადასხვა ურთიერთმართობ სიბრტყეში მდებარეობენ, უფრო კაცრად თუ ჩავწერთ ლორენცის ძალა, ლორენცის ძალა ეს არის QV-სა და B-ს ვექტორული ნამრავლი. სწორედ აქედან შეგვიძლია მივხვდეთ, რომ VB და Q ძალა, სიჩქარე და B ურთიერთმართობის სიბრტყეში არის. შესაბამისად, შესრულებული მუშაობა A ტოლი არის F-ისა და S-ის ნამრავლის და რადგანაც თუ განვიხილავთ უსასრულოდ მცირე გადაადგილებებს, S-ი გადაადგილება პარალელური არის გამოგვდის V-ი და შესაბამისად V და ძალა, რადგანაც ურთიერთმართობულ სიბრტყეში არის, შესაბამისად და S-იც პარალელური არის V-ი, მუშაობა ლორენცის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა გამოგვდის ნულის ტოლი და მეორე მხრივ ეს მუშაობა რაც შეიძლება ეს მუშაობა რაც შეიძლება გამოიყენოს ხოლმე, შეიძლება გამოიყენოს კინეტიკური ენერგიის ცვლილებაში, დელტა E კინეტიკურისთვის. მაგრამ მუშაობა რადგანაც ნულის ტოლია, შესაბამისად კინეტიკური ენერგიის ცვლილება არ გვაქვს, რადგან მუშაობა არ სრულდება ლორენცის ძალის მიერ. ანუ გამოდის, რომ მეორეც მცდარი დებულებაა და შევხედოთ მესამეს, დამუხტული ნაწილაკი ერთგვაროვან მაგნიტურ ველში შესაძლებელია ისე მოძრაობდეს, რომ მასზე არ მოქმედებდეს მაგნიტური ძალა. კი ბატონო, შესაძლებელი არის. იმ შემთხვევაში თუ B მაგნიტური ველი მუდმივია, ერთგვაროვანი, ანუ სივრცის ნებისმიერ წერტილში მის მიმართულებას და სიდიდეს ერთნაირი არის, ამ შემთხვევაში მოძრაობა გვაქვს წრეწირზე. და გავიხილოთ ეს მოძრაობა, ავიღოთ აი ეს წერტილი პირობითად, აი იმ წერტილში თუ იმყოფება ჩვენი დამუხტული ნაწილაკი, მისი სიჩქარე მიმართული იქნება ამ წრეწირის მხების გასწვრივ, ხოლო ძალა, მაგნიტური ველი, როგორც ვთქვით, ამის მართობ სიბრტყეში უნდა იყოს. ეს არის B. და იმ შემთხვევაში თუ კი ამ შემთხვევაში ნული რა შემთხვევაში გამოგვივა, ჩვენ ნული გამოგვივა იმ შემთხვევაში, თუ V-სა და B-ს შორის კუთხე იქნება ნულის ტოლი, ხო? ესე იგი, აი ეს ალფა, აი აქ ალფა თუ არის ნულის ტოლი, ეს თუ ნულის ტოლი არის, აქედან გამომდინარეობს, რომ ლორენცის ძალა ამ ჩვენს მუხტზე არ მოქმედებს. ნუ ამ შემთხვევაში, პრინციპში ამ შემთხვევაში ჩვენ მართობ სიბრტყეში განვიხილეთ მაგნიტური ველი და მისი სიჩქარე. ამ შემთხვევაში ბუნებრივია რომ იმოქმედებს, თუმცა თუ V და B ვექტორი ერთმანეთის პარალელური იქნება, აქედან ალფა ტოლი გამოგვდის ნულის ტოლი და ნულის ტოლის აღების შემთხვევაში ალფასი სინუსი ნულზე ნულის ტოლია და შესაბამისად ლორენცის ძალა ამ შემთხვევაში გამოგვდის ნული, ესე იგი მაგნიტური ძალა ამ შემთხვევაში მუხტზე არ მოქმედებს. შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს, ამიტომ მესამე შეიძლება რომ იყოს მართებული, ამიტომ პასუხი გამოგვდის მესამე, მხოლოდ მესამე, ხო? ეს რომელია D, პასუხი D.